მიხეილ ცაგარელია, იმედის სტილის სტუმარი, მოგესალმებით, მადლობა რომ დრო გამონახეთ. დილა მშვიდობისა. ძალიან რთულ და დატვირთულ პერიოდში ვცხოვრობ, თითქმის ცივი ომის პირობებში. ეს დიპლომატიური და არა მხოლოდ დიპლომატიური ომები, ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო რაღაც ხდება მსოფლიოში. როგორ იქნება ეს შემოდგომა ასტროლოგების თვალსაზრისით? ძალიან საინტერესო და კიდევ უფრო საინტერესო იქნება მომდევნო წლები 15 და 16. მინდა გითხრათ, პოლიტიკურად ვერ დავისვენებთ, აქ იქნება სულ რაღაცა შფოთი, საინტერესო შეხვედრები, ახალი პროექტები, პროტესტები და ასე შემდეგ, ამას ვერ გავიქცევით ჩვენ. ეხლა რაც შეეხება ამ წლის უახლოეს პერსპექტივას, მოდით ასე ვთქვათ, სექტემბერი, მთლიანობაში დარჩენილი პერიოდი მეტნაკლებად შვიდია, განსაკუთრებულ ახლა აქ მოვლენებს ნუ ველოდებით. აი ოქტომბერი გაცილებით უფრო საინტერესოა, რომ ოქტომბერში ჩვენ გვაქვს ორი საკმაოდ რთული დღე, 8 და 24 ოქტომბერი ეს არის მზის და მთვარის დაბნელებების დღე. და ტრადიციულად ამ დღეებში პოლიტიკოსებმა უნდა ჩაინიშნონ. ამ დღეებში სხვა შორის შეცდომების, თუნებების, პრობლემების, კონფლიქტების, დაპირისპირებების ალბათობა ტრადიციულად მატულობს. ანუ ეს შეცდომები შეიძლება ძალიან ძვირად დაუგზის პოლიტიკოსებს ნოემბერში. ნოემბერი მოგეხსენებათ მზე გადის აქ უკვე მორიელის ძალიან აგრესიულ ნიშანს და თქვენ გახსოვთ ისტორიულადაც ნოემბერი, ისევე როგორც აპრილი საქართველოსთვის ერთ-ერთი ურთულესია ყოველთვის სხვადასხვა მოვლენებით. და უმეტოდ აგვისტო. აი ეს სამი თვე ყოველთვის კრიტიკულია და სერიოზული მიტინგები, გამოსვლები და ეს ყველაფერი ნოემბერში ძალიან ხშირია. გარდატეხები და მოგეხსენებათ. ამიტომ შეცდომები, რომელიც შეიძლება მათ დაუშვან, ან არაპოპულარული მიიღონ რაღაც კანონები, აი ეს ყველაფერი იფეთქებს შემდგომ და უკვე ხალხის მასის გამოსვლის კუთხით თვალში საცემი იქნება უკვე ნოემბერში, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, როდესაც აგრესია მოიმატებს საზოგადოებაში და რასაკვირველია ოპოზიცია ეცდება, რომ გარკვეულწილად ხელი მოითმოს ამ არაპოპულარულ დაუშავქმედებებზე მთავრობისა და გამოიყენოს გარკვეულწილად მასები. ამიტომ მე ვთხოვ, რომ მთავრობა იყოს მეტად ყურადღებით, განსაკუთრებით ოქტომბერში, თორე აქ ვიმეორებ შეცდომების დაშვება, ჩვენ ნოემბერში გამოიწვევს პროტესტს ხალხის მხრიდან. აი ამ ხრივ უნდა ვიყოთ მეტად ხილი. დეკემბერი არ არის ცუდი, მაგრამ აი სახალხო წინა დღეები, წინა კვირა შეიძლება ცოტა იყოს დაძაბული. ამიტომ მე აქ ვთხოვ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე საზოგადოებას, რომ ცოტა მეტად გაუფრთხილდნენ განსაკუთრებით გულსეზარუან სისტემას, ნერვული სისტემა ძალიან დაძაბულია და ამან შეიძლება ახლა წინა სახალხო განწყობა ცოტა გააფუჭოს თუ რაღაც კონფლიქტი მოხდა ან ორგანიზაციებს შორის, საზოგადოებაში, ან დაუშვათ ოჯახში და ასე შემდგომ. ხო, აი ეს ტენდენციები უფრო ალბათობაა, მაგალითად კიდევ თქვენ მეგობრებო, ასტროლოგია არ არის მკითხაობა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ესე იქნება 100%-ით არასოდეს, არა. ალბათობა ამისი მაღალია, ანუ გამოცდას გვიწყობს კოსმოსი ამ ხრივ და ეს უკვე საზოგადოებაზე თითოეულ ადამიანზე ამას გამოვიყენებთ პრინციპით, ვინც გაფრთხილებულია, შეარაღებულია, ვიქნებით ამ პერიოდში მეტად ხილი. მაშინ უპრობლემოდ გაივლით გამოცდებს. თუ არა და მაშინ შეიძლება აღმოჩნდეთ ამ ანკეზე, რომელსაც გვიგებს ამ შემთხვევაში ფორტუნა და აღმოჩნდეთ არასასიამოვნო პრობლემების წინაშე. თუმცა მაინც საკმაოდ ცხელი და ესე იგი დაძაბული პოლიტიკური შემოდგომა გვაქვს. ნუ ახლა საქართველოს ეს ელის ჩემკარგო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ უყალიბებელი ქვეყანა, უამრავი პოლიტიკური პარტია, უამრავი ამბიციური პოლიტიკოსი ამოგეხსენება და ამიტომ აქ ეს ახლა ირგვლივ აიღეთ სიტუაცია, გინდათ ყარაბაღის საკითხი, გინდათ ეგრეთ ჩრდილო კავკასია, აგერ ერაყის საკითხები, ახლო ასე ყველა კონფლიქტი, რომელიც თითქოს მიჩუმებული იყო და აღარ ხდებოდა არაფერი, ახლა უფრო გააკეთა. ძალიან ახლოვთან საქართველოსთან მინდა გითხრათ ეს ყოველი, აქედან რუსეთი, აქეთ ინტეგრაცია ევროპაში, ეს ყველაფერი დაძებავს სიტუაციას. რუსული ბაზრის გარკვეულწილად დაკარგვა და რაღაც სხვა სანქციები შემოღება ეს ყველაფერი ჩვენ გვაქვს წინ. ამიტომ სირთულეები იქნება, მაგრამ თავარი არის რა? შვიდა წინ დახედულად გადავლახოთ სირთულეების შეცდომების გარეშე. ანუ მე მოხდოთ პრინციპით ჩვენ გაზომ ერთხელ გაჭირთ. და გარკვეული პროგნოზები, ესე იგი, უნდა გაითვალისწინოს პოლიტიკოსებმა. ვისთვის იქნება ყველაზე წარმატებული ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2014 წლის დარჩენილი პერიოდი ყველაზე ნუ პირველ რიგში მე ჯერ წლის დასაწყისში სხვა შორის აი ამ სტუდიიდან თქვენთან იმედში, მაშინ ვიყავი სტუმარი, ახალ წელს აკვდებოდი და მაშინ აღნიშნა კიდევ ერთხელ აღნიშნავ ჰაერისტიკის ნიშნები, ტყუპები, მერწყული და სასწორი. აი პირველ რიგში ისინი არიან ფავორიტები წლის ბოლომდე. ესე იგი მე ერთ-ერთი ფავორიტი. ერთ-ერთი ფავორიტი მერწყული ყავს კი ბატონო. შემდგომ მოდიან უკვე ისეთი ნიშნები, როგორიც არის მაგალითად შილდოსანი, გარკვეულწილად წარმატებული ეს პერიოდი მისთვის ვერძი. შეიძლება გარკვეული წარმატებების მიღწევა მათთვის. არა იმდენი როგორც ჰაერისტი, მაგრამ მაინც არის წარმატებული. შემდგომ ცოტა ფრთხილად უნდა იყოს ლომი,
მაინც ფრთხილად. ოღონდ კარგია ლომისთვის ოქტომბრის 25 რიცხვამდე ახლა პერიოდი 20 სექტემბრიდან, მაგრამ ფრთხილად იყოს ნოემბერში, ნოემბერი აქ ცოტა რთული და მაცდუნებელი. ლომს რაც შეეხება ახლა დაარჩენ ნიშნებს, იგივე მიწის და წყლის ნიშნებს, მათთვის მოდით აღვნიშნოთ, რომ ძალიან კარგია საერთო ჯამში ეს პერიოდი უკვე მორიელისთვის, იმიტომ რომ დავიჯერლი პლანეტა სატურნი 2 წელი მორიელში იმყოფებოდა და ძალიან თრქუნავდა ამ ნიშანს ხელსუშლი და წინსვლაში. ეხლა იგი გადმოდის უკვე გადადის ამ ნიშნიდან და ნელ-ნელა მორიელი ამოისუნთქავს. ოღონდ ეს მაინც მოხდება წლის ბოლოს, ნოემბერი, დეკემბერი ამ ზონაში. კუროსთვის სტაბილური პერიოდია, ქალწულისთვის სტაბილური პერიოდი.